ნუ ყველანაირად ჩანს რომ გვებძიან მეგობრებო, გამითიშეს, მე ისევ ჩავერთე. მე მგონი ვარ უკვე ისევ ეთერში, ვინმე ალბათ გამოჩნდება. ხო, ესე იგი სოციალურ ქსელშიც გვებძვიან ყველანაირად, თვითონ მასმედიები აქ და იმდენად არიან შეშინებულები, რომ აი აქედან გამოსვლიცაც ეშინიათ ჩვენი. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ 21 სექტემბერს ძალიან მაგარ აქცია მსვლელობას და როგორც მოგახსენეთ, აი ამ მარშრუტს ჩვენ გაგაცნობ, დავხაზავთ, გეტყვით ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად მარჯანიშვილზე ჩვენ გავევლით იქ. და შემდეგ ბოლოს უკვე სადაც გავმართავთ იმ აქციას, იმ საინფორმაციო აქციას, სადაც მოთხოვნები იქნება წამოყენებული და ხელისუფლებამ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ არ შეასრულა ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ დასმული გქონდა დედაენის ძეგლთან. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ მათ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მცირე მაშინ და ორი მოთხოვნა წაუყენეთ, ეს იყო პირველი. ქართველი კაცი, რომელიც საქართველოში ბრუნდება, რატომ უწყობენ გამოცდებს და რატომ ახდევინებენ თანხებს და არ უდგენენ მოქალაქეობას. ეს ხალხი საქართველოდან გავიდა მაშინ, როდესაც საქართველოს უჭირდა, არაფერი არ იყო ჩაბნელებული იყო და სწორედ აი ამ ემიგრანტების შრომის ფასად გადარჩა საქართველო და დღეს მათ გამოცდებს უწყობენ. ამ დროს რომ იცოდეთ, ათასობით ემიგრანტს საქართველოს ბიუჯეტიდან 400-დან 800 დოლარამდე ქირას უხდიან. საქართველოს ბიუჯეტიდან და აქ რამოდენიმე გაჭირებულ ქართველს ქოხები დაუნგრიეს ბულდოზერებით და ქუჩაში დატოვეს. რომ იცით თქვენ, ვითომ უკანონოდ გაქვთო რაღაცა ეს ქოხები დადგმულია. ხო, აქ რაზეა ლაპარაკი, ესე იგი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გაქვს ქვეყანაში და ყველანაირად ებრძვი ქართველს, რომ რაც შეიძლება საქართველოსთან ქართველი გაიქცეს და მიგრანტები კარგად საფუძვლიანად დამაგრდნენ და საქართველოს ბიუჯეტიდან ქირა უნდა უხადოთ 400-დან 800 დოლარამდე თვეში. წარმოიდგინეთ, თქვენ ამხელა გრანტებს იღებენ აი ამ მიგრაციაზე ევროპიდან და იმიდან აფრიკული ქვეყნებიდან და აზიის ისლამური ქვეყნებიდან. ეს არის ზუსტად ევროკავშირის პროექტი. ჩვენ მეგობრებო, ამ ყველაფერს ჯანსაღი ქართველი საზოგადოება და ჯანსაღი ქართველი ხალხი არ შევეგუებით. ამაზე გქონდა ჩვენ დღეს საუბარი და კარგად ორგანიზებული იყო და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო. პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი აი ამ დღევანდელი შეკრებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პერსონალურად ფაქტიურად არავინ არ დაგვიპატეჟია, უამრავი ხალხი იყო, ვერტევდით, ბოლოს მაინც მე შემოვიყვანეთ ის ხალხი, ვინც საჭირო იყო, წარდგენები იყო და მე ახლა მინდა წავიკითხო ისია, ვინ ჩვენ დავასახელეთ სათათბიროში. სათათბირო უნდა გაძლიერდეს და უნდა იყოს ძლიერი. ეს არის ნაწილი თანდათან მოემატება ამ სათათბიროს ხალხი და შესაძლებელია ეს 50 და 70 კაციც გახდეს. დავიწყოთ პირველი ჩვენ სათათბიროში მოვიწვიეთ ბატონი გურამ მაკაცარია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატი. გაუყიდავი და მართალი კაცი. გურამ მაკაცარია ალბათ ყველა იცნობთ. სინდის ნამუსია ეს კაცი. ბატონი შალვა მაღრაძე, ალბათ იცით თქვენ, ისტორიკოსი, ალბათ უფრო ეს კაცი გაერთიანებაში იმუშავებს რელიგიური კუთხით. ძალიან კარგი
წინვალედ განათლებული ადამიანია, ბერჯელ გინახავთ ალბათ ერმილე ნემსაძესთანაც ეს პიროვნება და ჩემთანაც იყო გადაცემაში. დიდებული ქართველია. ქალბატონი თინათინ გოცაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ალბათ გახსოვთ მისი ბრძოლა კოვიდ ფაშიზმის დროს, თავდადებული ბრძოლა, ერთ-ერთი იმათაგანი იყო, ვინც ძალიან დიდი როლი შეასრულა აი ამ კოვიდ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქალბატონი ნანა მამისა ჯაფარაშვილი, ალბათ ყველას გეცნობათ, იცით ეს ადამიანი რამდენად დიდი მებრძოლია და რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული თუნდაც გამოსახლებების წინააღმდეგ და საერთოდ ბატონი ბესარიონ ბოჭორიშვილი ადვოკატი, ძალიან კარგი პიროვნებაა და ძალიან საინტერესო პროექტებს გთავაზობს. მიწის პროექტებთან დაკავშირებით და საინტერესო იქნება რომ გააკეთებს და წარმოადგენს. ბატონი კობა კუპრაშვილი, ალბათ ყველას გეცნობათ, ემიგრაციაში პროფესორი ბატონი კობა კუპრაშვილი, ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან დიდი აუდიტორია ცხავს ბატონ კობას და ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება ემიგრაციული ფლანგი, იქ როგორც იცით ასევე ერმილე ნემსაძე ხელმძღვანელობს აი ამ ემიგრაციულ გუნდს და ემიგრაციულ გუნდში კიდევ იქნება ქალბატონი ანა ბაკაშვილი, დიდებული ადამიანია, ძალიან კარგი განათლებული ადამიანი და აი ამ ადამიანმა არ ვიცი მე თელი სული და გული ჩადო გაერთიანებაში, ეხლა მე არ მინდა დავწვრილმან და ვილაპარაკო, მაგრამ ამ ადამიანმა რომ ჩადო ამ გაერთიანებაში, არ ვიცი იმის მიათედი არავისაც ჩაუდია, იმდენად რა ვიცი აი სული აქვს ჩადებული, ასე ვთქვათ, ამ გაერთიანებაში. ბატონი ერეკლე საღლიანი, ყველას კარგად გეცნობათ, საზოგადო მოღვაწე, ძვირფასი ადამიანი, მან კი მითხრა მე რომ რიგით ჯარისკაცად ვიქნებიო, მაგრამ ეს თავის თავდაბლობით თქვა და მე ვიცი რომ ეს ადამიანი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული ქართველი, ღირსეული სვანი და ალბათ მთელი ქართველიერის საამაყო ადამიანი. ქალბატონი მარიკა კუბლაშვილი, ალბათ ყველა იცნობთ პოდკასტებიდან, ბატონ დემურ გიორგი ხელაშვილთან ერთად პოდკასტებს წერდა და ასევე იყო ბოლო ხანებში ჟურნალისტიკურ საქმიანობებსაც ეწეოდა, ფლობს მრავალ უცხოურ ენას, არის ეკონომისტი და დიდად განათლებული ადამიანი, ღირსეული ოჯახის შვილი, ძალიან კარგი იქნება ქალბატონი მარიკა თავის გააძლიერებს, რა თქმა უნდა, აი ამ ჩვენს გაერთიანებას. ბატონი გიორგი ფრანგიშვილი, ჩვენი ორგანიზაციის ასევე სული და გულია, მთლიანად ტექნიკურ ხარესაც ეს კაცი უძღვება და საერთოდ რაღაც საოცარი სიყვარული აქვს სამშობლოსადმი და არის ძალიან უნიჭიერესი კაცი. მე მოხარული ვარ რომ ეს კაცი ჩვენთან არის, ძვირფასი ადამიანია. ბატონი დავით აზნაურაშვილი, აჭარიდან, ალბათ ესაც ყველას გეცნობათ, დავითი. ძალიან ბევრი აქტიური ხალხი იყრის უკვე თავს, ხედავთ თქვენ და მე მიმაჩნია რომ დავით აზნაურაშვილი არის ძალიან კარგი ეროვნული ადამიანი და გულიანი ქართველი. აი ეს მაისურები, ვინც უბრალოდ საცელად ისე დაამზადა და გააკეთა, უგანათლებულესი ქალია, ქალბატონი მოწადინებულია ირინა კუჭაძე, ქალბატონი ირინა კუჭაძე და კარგი იდეები შემოაქვს ძალიან და ეს ქალბატონი ჩვენ შემოყვავს ასევე გაერთიანებაში.
შემდეგ არავინ გამომჩეს გიორგი ბოლქვაძე და ბორის მიქელაძე, აი ესენი ორივენი არიან ბათუმიდან. გიორგი ბოლქვაძე არის ძალიან ახალგაზრდა კაცი და ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაშინ, როგორც კარგმა ახალგაზრდამ და კარგმა ქართველმა, ძალიან კარგმა ეს საქართველოს მოქალაქემ, პატრიოტმა და სამშობლოს შვილმა. ასეთ ახალგაზრდებს ჩვენ მართლაც სანთლით დავეძებთ და მიხარია, რომ ეს ადამიანი თანახმა სათათბიროში შემოვიდეს და ბათუმში ალბათ კარგად იმოქმედებს. და ასევე ბორის მიქელაძე, ძალიან ღირსეული კაცია იგივე ბათუმიდან, ჩვენი ბათუმის ორგანიზაციის ლიდერია და ასევე გიორგი ამოუდგება გვერდში მას და ალბათ კარგი საყრდნები იქნებიან ეს ხალხი და ღირსეული ხალხია. ასევე ჩვენ ქობულეთის ლიდერი ანზორ ბოლქვაძე შემოვიყვანეთ. კარგი ადამიანი ძალიან, ღირსეული ადამიანი, ეს არის ლიდერი ქობულეთის და ვინ მინდოდა კიდევ მეთქვა ლეონარდო ხვედელიძე ზესტაფონიდან ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ძალიან ძვირფასი ადამიანია, კარგი ქართველია, უგანათლებულესი კაცია. ჩვენ ეხლა ველოდებით, რომ მე მქონდა მოლაპარაკებები, ასევე საუბარი, არ ვიტყვი ეხლა ამადა ძალიან ღირსეულ ადამიანებთან და უახლოეს პერიოდებში ვინც დაემატება ამ სიას კიდევ დაუმატებთ შემდეგში. აქ ერთი მამაკაცის ის გამომჩა, მე ეხლა იქ დამჩა რაღაც ოფისში სია, მაგრამ აუცილებლად წარმოგიდგენთ იმ ადამიანსაც. დაახლოებით 17 კაცი დაემატა ეხლა გაერთიანებას სათათბიროში, თორე ისე კიდევ დაემატა იქ წევრები. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ეხლა გადავდივართ ძალიან დიდ მუშაობაზე, რომ 21 სექტემბერს ჩვენ მოვამზადოთ მსვლელობით აქცია. შეიძლება ეს იყოს მეტრო რუსთაველიდან დავიძრათ და შემდეგ იქ აუცილებლად უნდა გავიაროთ აი ეს მარჯანიშვილზე, ეს აღმაშენებლის ხეივანი იქ რაც ხდება ჩვენ რა თქმა უნდა როგორ შეიძლება რომელიმე ქართველს მოსწონდეს, უნდა გავაყრუოთ იქ ქართულად, რომ აქ ქართველები ჯერ არ დავღუპულვართ და ქართველები მზათა ვართ სამშობლო დავიცვათ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ეხლა 21-ში ტესტი. ძალიან ბევრი ფიქრობდა, რომ ხوار შევეკავებინა თავი, მაგრამ არაფრით არ შეიძლება აქ თავის შეკავება. ჩვენ უნდა დავინახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს და ამის შემდეგ ხო შემდეგი აქციები, რაც უფრო კარგად და ხშირად ვიმოქმედებთ და გამოვალთ ხალხის წინაშე, მით უფრო მომავალი აქციები უფრო ორჯერ და სამჯერ ხალხმრავალი იქნება. თავარი ის არის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მთელ თბილისს გავაგებინებთ, დანარჩენი ხალხზე დამოკიდებული. ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ყველა უნდა გამოვიდეს. ჩვენ არჩევნებამდე ასევე ხელისუფლებას უნდა წარუდგინოთ ის, რომ შეწყვიტოს ბინადრობის მოწმობების გაცემა და შეწყვიტოს კანონით არასასოფლო და სამეურნეო დანიშნულების მიწების გაცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. აი ეს ყველაფერი მოთხოვნები იქნება მეგობრებო და პირველი მოსინჯვა იქნება, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ვალდებულია გამოვიდეს მოლაპარაკებაზე, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ სამართლიანი საარჩევნო კანონზე. ჩვენ ბოიკოტს უცხადებთ აი ამ ფარს და კიდევ ერთხელ გავახმაუროთ და მოუწოდებთ მთელ საქართველოს მოსახლეობას, რომ არ მივიდნენ ამ ფარსში, არ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა,
უკვე 35 წელია მგონი უკვე არ შეიძლება მეგობრებო ამ ასაკის ხალხი ამდენჯერ დაცემის ობიექტები გავხდეთ. პირველი თქვენ უნდა იცოდეთ რომ მილიარდს დაახლოებით დებენ ასეთ არჩევნებში აი მართველი პარტია მილიარდს და ეს მილიარდი იკრიბება იცით საიდან? აი მთელი ჯაჭვი არის კორუფციისა მეგობრებო რაც კი ტენდერებია ძვირადღირებული ტენდერები სამთავრობო კომპანიებია ამარჯვებინებენ და აი ეს კომპანიები $100,000 ურიცხავენ მერე მართლ პარტიას რომ არჩევნებში გაიმარჯვა. არ დატოვეს ესე იგი სამსახურებში უბრალო თანამდებობის პირებიც ყველა ბლანკებს დაატარებს ბლანკებს რომ აბა მომხრე ვინ არის ქართული ოცნების აზრი არ აქვს საერთოდ ესე იგი ამ არჩევნებში მონაწილეობას მეგობრებო ყველაფერი გაყალბებულია რასაც უნდა იმას დაწერენ უბრალოდ ერთადერთი რამეს აქვს აზრი არ მივიდეთ და რაც შეიძლება ნაკლები ლეგიტიმაცია გქონდეს ძალიან შერყეულია უკვე ამათი ლეგიტიმაცია ძალიან ეშინიათ ამ ლეგიტიმაციის და ამიტომ იყო რომ გამოვიდა ყაველაშვილი და გაგანთავისუფლებდო პატიმრობიდანო მაგერ ხაზარაძეს და ამებს როეონება მელიებს და იმათ და თუ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში შეგიწყალებთ და ეს შეწყალებული პატიმრები უნდა მოიყვანონ ისევ რაღაც თანამდებობებზე და ისევ ხალხს უხელმძღვანელონ აი ხვდებით სად არის ის ესე იგი ლეგიტიმაცია ისეთ დონეზე უჭირთ რომ აი ამათ ეხვეწებიან ვითომ რომ მტრები იყვნენ და ვითომ რომ დაიჭირეს ყველაფერი არის ფარსი დადგმული არ დაიჯეროთ მეგობრებო მე ერთი მთავარი ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას გავახმაურებ ეხლა